მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია თავისუფალი პოდკასტი თავისუფალი ადამიანებისთვის. ეს არის ნებას პოდკასტი, რომელსაც ტრადიციულად გაუძღვებით მე ნიკა წერეთელი, ბატონი თაზო ტუღუში და დღეს გვაქვს სიურპრიზი, არც მეტი, არც ნაკლები. დღევანდელი პოდკასტის სტუმარია თათია ტუღუში. ჩემი დედიკო. მოდი მე წარვადგენ. რომელთანაც გვექნება ძალიან საინტერესო საუბარი. თათიას მთელი საქართველო იცნობს. ძალიან ცნობილი ექიმი, მაგრამ დღეს თათია ჩვენთან იქნება არა მარტო როგორც ექიმი, არამედ როგორც თაზოს დედა. კი, ეს ბოლო 4 წელიწადია საერთოდ რატომღაც გავხდი უკვე თაზოს დედა, რომ ირეკამე ხოლმე. თაზოსთან თუ შეიძლება ტელეფონი ჩაგვიწვეთ საქმე, უკვე ნელ-ნელა გადავდივარ მე იმ რანგში, რომ ვარ თაზოს დედა და ძალიან მიხარია. მე მგონია, რომ შენ რაც გააკეთე და საზოგადოებას რაც დაანახე და შენ არ ჩანხარ როგორც გმირი, მაგრამ ეს გმირობის ტოლფასი იყო, რაც გააკეთე. ბევრჯერ გვისაუბრია და ძალიან დიდი მადლობა დღეს რომ მოხვედი, იმიტომ რომ შენი დათანხმება ძალიან ძნელია ინტერვიუებზე და პოდკასტებზე და საერთოდ არ დადიხარ და საერთოდ არ ჩახარ საზოგადოებაში, ანუ არ გიждები. არ ტელევიზიაში არ ხალხზე თუ ტელევიზიაზე. ხალხზე რა დაგირეკე და დამთახდი, ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრ თემას შევეხებით და მე მგონი დღეს ძალიან ბევრ დედას გაუყვალავ გზას როგორ აუხილოთ თვალს და ყოველ შემთხვევაში შევეცდებით მაინც. და ძალიან ბევრ დამწყებ დედას, ეხლა რომელიც ფიქრობს რომ ბავშვი უნდა გააჩინოს და ორსულობის პერიოდშია, ამაზეც გვექნება საუბარი. მოკლედ, საიდან დავიწყო არ ვიცი, მაგრამ დავიწყოთ იქიდან, მოდი დავიწყოთ თაზოდან. თაზო დღეს არის ძალიან წარმატებული, ძალიან დაფასებული თერაპევტი დამოკიდებულების სფეროში. თაზოს უკვე იცნობს ძალიან ბევრი ხალხი, მაგრამ არ იცის თუ რა გზა გაიარა თაზომ, რა გზა გაიარა ოჯახში, როგორ დაეცა, როგორ მოკვდა და როგორ გაცოცხლდა. კი, ვიცი რომ ამის შემსწრეს შენ პირადადაც ხარ. მე პირადად ვარ ამის შემდეგ, მაგრამ მე ის ტკივილი და ის პერიპეტიები ალბათ ნაკლებად მაგ გამოვლილი, რაც შენ გამოიარე და მოდი აი ეს თავიდან რომ დავიწყოთ. მოდი ერთი წუთი ვიქნები მე შენს როლში რა. აი, ყველა ჩვენი გზა გვაქვს და ყველა ჩვენი მძიმე გზა გავიარე და ჩვენი ჯვარი ვატარეთ. ეხაც ვატარეთ. და ეხაც ვატარეთ, კი. მე რა მინდა რომ დედა ესეთი კითხვა კი არ დავსო, უბრალოდ ვიმჟელოთ ერთ საკითხზე რა. მოელოდი დღეს თათია რო იქნებოდა სტუმარი. კი. არა, ვიცოდი რომ რაღაცა იქნებოდა, საინტერესო. რისი თქმა და რისი ჩამოყალიბება მინდა და რაზე მინდა რომ ვიმჟელოთ რა სამივე რა. მეც და მთელი ჩემი გუნდიც ხშირ შემთხვევაში დამოკიდებული ადამიანის კონსულტაციას, დამოკიდებული ადამიანის მშობელს კონსულტაციას რომ უწევთ, მაგ მომენტში ჩვენ მივდივართ ესეთ რადიკალურ ზომებთან, რომ ვეუბნებით მშობლებს, რომ თუ ეს ადამიანი თქვენ არ გიჯერებთ და არ მოყვებათ და ეს ადამიანი თქვენთან სახლში ცხოვრობს, თქვენი ბენეფიტებით სარგებლობს, პასუხისმგებლობას არ იღებს, რომ თვითონ იყოს რაღაცა შემძლე და ეს ადამიანი ცხოვრობს თქვენთან სახლში, ვეუბნები ესეთ რამეს, რომ როგორ აკეთებთ ისე, რომ ამ ადამიანს ვერ აიძულებთ, რომ წავიდეს რეაბილიტაციის ცენტრში. ხომ შეგიძლიათ უბრალოდ სახლიდან გაუშვათ. დაუყენოთ. ხო, და ჩვენ ესეთ რაღაცას ვთავაზობთ, რომ ავდგეთ, ეს ადამიანი სახლიდან გაუშვათ. ნახონდის. თუ არ წავა შესაბამის ზომებს მიმართავთ. და შესაბამის ზომებს რაც გულისხმობ. გამოვიძახეთ პატრულს მინიმუმ და ვეტყვით. არაფერს არ აშავებს. არაფერს არ აშავებს, რას ნიშნავს? ჩემს სახლში არის და მე არ მინდა რომ ჩემს სახლში განრიდება იწერება ჩვეულებრივად და უშუალოდ სახლში. საკმარისია მატერიალურადაც შეუწყვიტო, ხო? მაგათ მოთხოვნებს ესე ფრთები ადვილად შეგიძლია მოჭრა, შეაჭრა. უცებ შეუწყვიტო მინიმუმიც კი. მე ისე თქმა მინდა, რომ მე რომ ამას ვეუბნები სხვა სხვის მშობლებს და საერთოდ ესეთ კონსულტაციას ვუწევთ, მე ჩემ თავზე გავიარა ეს გზა.
ხო, აი მან და მე ჩემი გრძნობები მახსოვს, ჩემი ტკივილი, ჩემი ბრაზი დედაჩემზე რა მნიშვნელობა აქვს რა. ყველა ემოციები ხომ მქონდა რა. მაშინ ეხა არარაციონალურად ვაზროვნებდი და ვერ ხვდებოდი დედაჩემის განზრახვას და ვაფასებდი მას მისი ქცევიდან გამომდინარე. რა არა მისი განზრახვით, რომ ჩემი გადარჩენა უნდა და ერთადერთი გზა იგი იყო უკვე და სხვა. რას ფიქრობდი, როგორიაო? რო ეს რა გამიკეთა, ну ბრაზი ემოცია იყო, ბრაზი, ღალატის განცდა, რო აი მიღალატა. თაზო, თან მიგატოვა და ასე შემდეგ. მაგრამ მე ხლა ეგ არ მინდა, ეგ არ მაინტერესებს, მე რას გძნობდი. ეხლა მე მაინტერესებს უშუალოდ იმ კითხვასო. იმიტომ რომ მშობლისთვის ეს ძნელია და ხშირად მშობელი მეუნება, რომ ამის გაკეთება არ შემიძლია. აი, და მე ვეუბნები, რომ მაქვს ეგეთი მაგალითები, ბევრი, რომ იმ მიდგომით, რაც თქვენ უდგებით, მაგითი, всё, აღარ შეიცვლება ის. და დიდი შანსია რომ დაიღუპოს. და მოდი სხვანაირად ვცადოთ. და ესე რომ ვცადოთ, როგორც მე გეუბნებით. მან შეიძლება კიდე რაღაცა ნაყოფი გამოიღოს. ეხლა ჩვენ არა გვაქვს საუბარი შერწყმა, სეპარაცია. არაფერი მაგას ჯერ არაფერი არ მაქვს. მე მაქვს უბრალოდ საუბარი ნარკოდამოკიდებულის ასე ვთქვათ, გვერდში მდგომი მეც მასთან ერთად მომხმარებელი არ ვიყო, რა თანამზრახველი არ ვიყო, იმიტომ რომ მშობელი როცა ნარკომანს ფულს აძლევს და უზრუნველყოფს მას და თავის სახში აცხოვრებს, საჭმელს აკრავს და კიდე ფინა, ეს არის მისი თანამზრახველი. ხელი თანამზრახველია ჩვეულებრივ. მე რა მაინტერესებს, იცი? შენი აი შენ რა განცდები ქონდა, მაგდროს რომ მე ხშირად ჩვეულებრივ მეუბნები რომ ეს ძალიან რთულია. აი შენ რა განცდები ქონდა, შინაგანად რას გძნობდი, აუცილებლად იმასაც ფიქრობდი, ხალხი რას იფიქრებს შენზე, შვილი დავაჭერინე, სახლიდან გაუშვი, საერთოდ არ ველაპარაკები, მაგრამ მაინც რაღაცა დიდი და ძნელი ნაბიჯების გადადგმა მოგიწია, რომ ეხლა აქვს დარიყავით ესე. ხო? მოდი აი თავიდან ბოლომდე შენს გზნობებზე და შენს აი ამ ემოციურ მდგომარეობაზე ვილაპარაკო. ხო, ეს არ არის ადვილი, ამ საქციელის ჩადენა და ამაზე მე აღიარება და საერთოდ ლაპარაკი. მოდი დავიწყოთ. მოდი რა საქციელ დავაყოთ კონკრეტულად. არის იცი რა, ჯერ დავიწყოთ იქიდან, საერთოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოდი ცოტა სანამ მანამდე მივალ, თუ მე სწორად გავიგე, ჩემი აქვს სტუმრობის ისიც, არის ის რომ ჯერ ჩემ გამოცდილება გაუზიარო ხალხს და მეორე, აი რატომ არის მე და თაზო ხშირად ვლაპარაკობთ. ვერ ხვდებით, მე დაკავებული ვარ, ეს დაკავებულია ეს თავის საქმეებში, მე სადაც შევხვდებით ხოლმე დაკურებული ვარ, რომ მე სულ ვეკითხები აი ამ მის გამოცდილებაზე, ცოდნაზე, აი ამ დამოკიდებულებაზე თუ ფსიქოლოგიაზე რა, იმიტომ რომ მე ხა ეს ჩემთვის ახალი თემაა. ეხლა ამათ წიგნები აქვს და ინტერნეტია. ეხლა როგორია თაზო? აი სანამ პრეგავაკეთოთ სანამ. თაზო იყო ზუსტად ესეთი, ეხლა როგორიც არის. ჩვენ ვეძახდით ბავშვობაში ბავშვის სანატორიუმი. აი ყველა ვინც ნახულობდა, ერთადერთი საჭმელი არა გეჭმიან, დანარჩენი ეხლა განსხვავებით რომ შეკითხვის სუშიაო, ალბათ მე ვთქვი რაც არ ჭამახუცლანდე. ეს იყო ბავშვი, მთელ ყველა მიცოდა ჩემო მეგობრებმა, სულ ყველა ითხოვდა რომ სადაც წავიდოდი თაზო წამეყვანა, ყველგან დამყავდა, იმიტომ რომ ეტყოდი რომ თაზო დარჩები ოთახში, მეც საყოთა ხანით ჩავალ ქვემოთ, სასტუმროში. პრობლემა არ იყო ტიპს, რომელსაც სადაც გინდა წაიყვანდი, მანქანაში დაიძინე, ეზოში დაიძინე, ჩემთან უკომფორტულესი, უწესიერესი, უგანათლებულესი, აი ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. დადიოდა თავის ზედა მეზობელი ყავდა და ნანა რომელიც ამეცადინებდა ლოგოპედია ცნობილი ქალბატონი ნანა ციბაძეების მოკლედ ჩემი ახლობელი რომელიც უდიდესი როლი აქვს მის განათლებაში და პრაქტიკულად ამას 3 წლის ასაკში იცოდა მთელი გეოგრაფია და იყო და სად მოხდა თაზოს გაფუჭება? აი ახლა მაგას ვიწყებ და მინდა რომ დავიწყო იქიდან ძალიან ნუ ალაპარაკებ იმ თემაზე რა ზარ შეეხება რა მოდი იმ თემას უნდაში არ შეეხება მივიდე იქამდე არის თუ ეგ შემბრალია არა მე არ ვამბობ რომ ვინესტრალი უნდა მაკედონია ზუსტად თაზო რა მინდა ვთქვა რომ ესეთი რო იყო გიხარია ყველა მეუნება და ვინც არ იცნობდა მანამდე ანუ თაზო იყო ზუსტად ესეთი დაახლოებით აღზრდის სტილი მაგას ქვია რომ მე ვერ ვაკმაყოფ მე ჩემი მოთხოვნილებებზე უარი ვთქვი რომ დამეკმაყოფილებინა დეეჩევის მოთხოვნილები იმიტომ რომ გაბრაზდებოდნენ ხო გასაგებია ერთი წამი 1000 ფსიქოლოგიურად ესე ვიღაცას თუ ხედავს ბავშვი არის ძალიან მორჩილი ჩვენ ეს არ უნდა მოგწოდდეს არაფრით არ იყავი ძალიან მორჩილი თავი ყველაფერი პირიქით სულ ეს მეშინოდა რომ მე ორსული გავშორდი ესეც ერთ-ერთი ძალიან ცუდია და იმიტომ ვიკლავ თავ ჩემ პაციენტებთან და თუ ის გასათხოვარი ან რაღაც რო შეძლონ რომ აუცილებლად სწორი გადაწყვეტილება მიიღონ ეხლა ვხვდები ყველაფერთან ერთად რაც თაზო ამ სფეროში წავიდა და ყოველ მე როცა ვხვდებით საკითხზე საუბრობთ, მე უკვე მეც ვკითხულობ, ვეძებს რაღაცებს, რომ მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის დანგრევას რა. ეს არის უდიდესი პრობლემა უკვე.
თან რაც თავარია, იქიდან დავიწყებ ჩემი რატომ ავირჩიე ჩემი პროფესია, რომ მე რაღაცა 2 წელიწად ნახევარი არ მყავდა შვილი. ყველა კითხულობდა რა მოხდა პატარა ხარ, რადგან და აუხსენი ყველას, რომ მე უნდა გავაჩინო დროზე, მინდა შვილი. აი, ვიყავი ადამიანი, რომელიც 18 წლის ასაკში მზად ვიყავი ამისთვის. ანუ თაზო არის ჩემი საოცნებო შვილი, ასე რომ ვთქვათ. და უამრავი ვიბრძოლე, მე აქ რო არ დამეხმარე, მაშინ მოსკოვი იყო, წავედი მოსკოვში და მოკლედ ავისრულე ეს ჩემი ოცნება, რომ მინდოდა მყოლოდა შვილი, მორჩა, არ მაინტერესებს ამდენი. ანუ რა მინდა ვთქვა? ზოგს თქვათ შეიძლება ის ორსულობისადვე გადასცემი მოარყოფით ემოციას, როცა ბავშვი არ გინდა. ანუ ეხლა მივდივარ იმ ეტაპამდე, რომ სიყვარულში ჩასახულია თაზო. ანუ მე ჩემი შეგნებით ეს ბავშვი მინდოდა ვიოცნებე და დაურსულდი როგორც იქნა. მოხდა ისე, რომ რაღაცა გაუგებრობა მე და მის მამას შორის და დავშორდი, როცა ვიყავი 4 თვის ორსული. ანუ ეხლა უკვე ვიგებ თაზოსგან და ამდენი რაღაცისგან, რა თქმა უნდა, მაშინაც ვიცოდით, რომ ეს კარგი არ არის, რომ ის უარყოფითი ემოცია, მიუხედავად მე არაფერი არ მაკლდა, ჩემი ოჯახი თამყვებოდა, იყო ფანტასტიკური ორსულობა, მაგრამ მე დავრჩი მარტო 4 თვის ორსული. ანუ ამ ბავშვი მიუხედავად რომ ყველაფერს აკეთებდა, რომ ხონოდა ბედნიერი ორსულობა და თაზოს არაფერი დაკლებოდა მუცლად ყოფნის დროსაც, მაინც ეს ფსიქოლოგიური სტრესები თავისი გამოიყო და იყო ნაადრევი მშობიარობა. ეხლა მეტყვის ვიღაცა ყველა ნაადრევი მშობიარობა ნარკომანია არა, მაგრამ ესეც ერთ-ერთი ჩემი აზრით ხელშემწყობი ფაქტორია. იმ ნაყოფზე, რატო როგორც გინეკოლოგი ჩვენ ვიცით, რომ დედის სხეულში გადადის ირევა, დედის სისხლი პლაცენტით ხდება შვილის ნაყოფის და დედის სისხლის არევა და კვლევა ჩაატარეს, რომ 100 ქალზე გააკეთეს დაკვირვება, რამდენხანს რჩება ნაყოფის უჯრედები დედის ორგანიზმში. ემოციურადაც ხო გადადის? ემოციურზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. მე გეუბნები რეალურად უჯრედი დედის ძვალში 97 წლის ქალში იპოვნეს Y ქრომოსომა. შენ წარმოგიდგენია, რომ ქალმა მინიმუმ 40 წლის, 50 წლის წინ იმშობიარა და კვლავ რჩება, ანუ ზოგთან რჩება 2 წელი, 3 წელი, 4 წელი, 10 წელი და ვიღაცაში დაადგინეს. ეს არის, ანუ ეს ჯერ კიდე მიდის უდიდესი კვლევები, რომ ქსოვილში ძვლის, რომ ესე იგი აუტოპსია რო გაკეთდა გარდაცვალების მერე ამ ქალში ააკეთებდნენ ამ დაკვირვებას, რომ რამდენხანს რჩება და ძვალში იპოვნეს ძვლის ტვინში Y ქრომოსომა. ანუ კავშირი. დავბრუნდეთ აქედან. ანუ ჯამრთე რამდენხანს მიდის ისა, რა ქვია, თქვენ რასაც ეძახით. შეწყმა სეპარაცია. შეწყმა და დამოკიდებულება. ანუ უკვე ეს დედა და შვილი ერთმანეთთან დამოკიდებული იბადება. მე რა მინდა ვთქვა, რომ გავაჩინეთ თაზო, იყო ფანტასტიკური, ყველაფერი კარგად, ნაადრევი მიდის კარგად, მაგრამ არის იქ რაღაცა პრობლემა უცებ თავი განebo კაცმა რომ თავის კაცობას კაცურ მხარესთან ინიციაცია მოახდინოს და იდენტიფიცირება მოახდინოს რომ კაცია კაცმა უნდა შეიყვანოს ცხოვრებაში გასაგებია. всё, მან უკვე მე შეგიყვანე შენ. ხო, ანუ შეყავ თუ ქალს შეყავს კაცი ცხოვრებაში, ცოტა მუტანტი ბავშვები ჩნდებიან, იმიტომ რომ ქალის მოთხოვნილება, კაცის მოთხოვნილება სხვა არის და კაცის მოთხოვნილება სხვა. ხო და მე მაგაზე ვღელავდი ბიბლიაში, რა ღმერთს არ გაუჩენია ადამიანი. ღმერთმა გააჩინა კაცი და გააჩინა ქალი. იცი რა ინიციაცია რო იყოს ხო? ძალიან მაგარია რომ ძალიან გავხსენით თემა და ძალიან პირადში შევედით და ცოტა მეუხერხულება და ანუ კითხვებსაც არ დავსვათ თქვენ თვითონ რას განიცდიდი იმ მომენტში, როდესაც შენ გაიგე რომ მე უკვე მომხმარებელი ვარ და მოგიწია ჩემთან ხო და მივედით მართლა ხო ძალიან სულ კარგად ვიყავით კი ვხუმობდით ის მაგრამ სულ ერთად ხო ვითომ მე გადავედი ცალკე როცა მან ცოლი მოიყვანა მაინც ჩემთან გადმოვიყვანე ანუ როცა უკვე ვხედავდი რომ რაღაცასთან მქონდა აქ პროცესი დასრულებული არ ქონდათ მაინც იმის სეპარირების ვერ იყო მარტო მე და ეგ ვიყავით და შესაბამისად ძალაუნებურად სულ მაინც ერთად ვიყავით შემთთვის მარიხუანაც რა ვქნა დღემდე ესია არის უმძიმესი წამალი და ეგ რო გავიგე რომ თაზო თურმე ვიღაცა შემატყობინა რომ მარიხუანის თაზო პლანს ეწევა თურმე ნუ აი რა გითხრა დაინგრა რადიანი სასტრაფოდ გადავწყვიტე მისი ჩემთან გადმოყვანა ნუ ჩემთვის გამოვიძახე პოლიცია სახში აუდიო და ტესტით ხდებოდნენ არა მომისმენე რა თვითონ შენ თვითონ არ თქვი ესე იწყება მე ეგ იყო ჩემთვის მეორე წელი იდეაში რომ დამოკიდებულება ხა მომხმარებელი იყო თუ არა ბავშვი სიგარეტს არ ეწეოდა ვიცი და უცებ დედას რო უნდა ბავშვი რო ეძახთით რომ ეს არა ბავშვი ხო და დედას რო უნდა რომ თავის შვილი ცოლთან ერთად რომ მასთან ცხოვრობდეს ეს არ არის ეს არ არის კი არ მინდოდა მაგრამ როცა გავიგე რომ გადავიდეთ ისევ იმაზე რომ მოგიწია ჩემი მიღება როგორც
ნუ დავიწყე იმითი რომ არ ვიღებდი აუხსენო მე არ მივიღებ თაზო იცოდებ მარიხუანა ჩემთვის არის ჩემთვის არ მაინტერესებს შენ ეხლა პირველი პუნქტი ჩემ ნარკომანეს არ მივიღებ ამიტომ შენ მიგიღებ მაგრამ შენ ნარკომანეს არ მივიღებ არ არსებობს უცხარი პირველი სამშობლებო დაიმახსოვრეთ ყველა რომ ეს რაღაცა უნდა არა უშავს ესეც აღნიშნე და ცოტა ეხლა გაიმეორე იმიტომ რომ აქამდე იყო რომ აიმე მარიხუანა რა წამალია მოდი კიდე ერთხელ გავიმეოროთ თათია შენ თვითონ უთხარი რომ შენ მარიხუანათი არ მიგიღებ. ერთხელ მოწევასაც რო გაიგებთ, უკვე პანიკა ატეხეთ. არ ვიცი როგორ გინდა, თუ ჩემ გზას დაადგები და მომყვებით ჯობია, თუ არა, ნუ არ ვიცი როგორი გზაც გინდა დაეჭეთ, მაგრამ მარიხუანა არის ნარკოტიკი, რომელიც ცოტა ხანში არ დააკმაყოფილებს. მე არც ციგნები მქონდა ამაზე წაკითხული, მაშინ 15 წლის წინ ეს არ იყო, არც ესე ინტერნეტში ღიად არ ლაპარაკობდნენ, არ იწერებოდა, ყველა მალავდა, ჩქმალავდა, ეშინოდა თქმა. მე გავგიჟდი, გადავირიე და ავტეხე პანიკა. არ მაინტერესებს. მე ვიცი რომ ამ ამბავს ძალიან დიდი რეზონანსი დავიბარე ამის მეგობრის მამები, დედები, ნუ ერთმა მამამ ისიც მითხარ, ნუ რა გახდაო, თათი ახალ წელს ჩვენც ვეწევითო. ნუ ამაზე სულ შევიშალე, გავგიჟდი, შევიშალე თქვი და მე ვთქვი, აი კაცი აქ არ დამანახო საერთოდ. საერთოდ არ და ხო ახალ წელსო ჩვენცო გასართობათო. აი მე ვთქვი, შენ გაერთე, მაგრამ არ გამაგე მართლა შევწყვიტე იმ ოჯახთან საერთოდ კონტაქტი ხა ისაც ძალიან ჩემი მეგობრები არ იყვნენ მაგრამ ნუ გამორიცხული იყო მაგრამ ხა თაზოს ხო ვერ დავაშორებდი იმის შულს რანაირად ახლა 22 წლის კაცს თუ 20 წლის ხო არ ვეთყოდი რომ ახლა ნუ კი ძალიან ბევრი ვიჩხუბე არ გამომდის ვატყობ მე წავიდოდი გუდაურში წავიდოდი ამან რამოშავ შედეგი მოიგო არა ნუ კი მე ხა მართლა ესეთი გადადებული შეიძლება არ იყო მაგრამ მაიმუნობდა ისევ მე ვიფიქრე რომ მოდი აი ყველაფერი რაც მე მიკეთდებოდა იგივე გაუკეთეს ცალკე სახლი ცალკე მანქანა აი ყველა ფერი კონდეს თაზოს როგორც მე მქონდეს ფული და ვეუნებოდი რომ თაზო ერთის უახსენებდი ეს კარგა აკეთო და ამას გაძლევ არ სოციალ თქვა ვეუნებოდი რომ თაზო ჩემთვის მარიხუანა წამალია всё ნუ ამან ის იცოდა ანუ წამალია ნარკოტიკები ნარკოტიკი ნუ всё გარდაუვალია ხო მექსიკო და ლაბაონია ცუდად იმას გენდა ნარკოტიკი ნუ ჩემთვის იყო ქვეყნის დაქცევა მოკლედ ბევრი ვარ გავახუროთ მაინც არ ვატყობ რომ მაინც გძელდება ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა რომ საბოლოოდ მოხდა ძალიან დიდი რაოდენობით მარიხუანა წავიდნენ მანქანით თაზო დაიჭირეს? არა, ნუ მოკლედ იქ იყოს ერთ-ერთი პოლიტიკოსის ბავშვი მანქანაში, ძველი წინამთავრობიდან თუ რა მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ამათი ტელეფონები ისმინებოდა ამ კაცმა ყველაფერი მომასმენინა. მე ყველაფერს ვიგებ, დედაჩემი მირეკავს რომ სასტრაფოდ მოდი, ჩვენთან პოლიცია მოსული. მამაჩემი არ არის თბილისში, მე მივდივარ, თაზო არ არის, სად არის თაზო? თელი საბურთალოს ქუჩა არის პოლიციით სავსე, შევდივარ და დევს ბანკები და დედაჩემი მეუბნება კილები ესე, სავსე და კილებში არის შვეიცარიული ყავის კილები და დედაჩემი ეს კილები დაინახა თუ არა? ვაი მე ჩემი კილები თქვენ საიდან გაქვთო? ანუ თაზოს ბებიამისის კილები წაუღია, ჩაუდიათ იქ პლანი და დედაჩემა ამ პოლიციამ რო შემოიტანა, ანუ ჩემი იმიდან დინებიდან ამას დაუმალია დედაჩემა არც არაფერი არ უნდა და მხილება ეგრევე ძალიან თქო ჩემი ბანკები დამიბრუნეთო ესო არის ჩემი საყვარელი კილებიო ხავისო მეტალის და ვაერა კარგი ძალიან თხოვთო დაცალოთ თქვენი მოტანილი აღ და ჩემი კილები დამიბრუნეთო დედაჩემა ეს ნამდვილად ჩემია ეს არის იუმორის დანახო ძახო კაია ნუ წარმოიდგინე და მე საერთოდ ვერ მივხვდი ვერც კილოვიცანი ვერ ჩიგნით რა და საერთოდ რა ხდება ნუ მოკლედო თქვენი შვილიო მამ დანარჩენ იმათთან ერთადო იმ პოლიტიკოსის შვილი ყველაფერი არავის არაფერი არ თქვა მაგრამ ძალიან დიდ ბოდიშს გიხდითო ვიცითო ესო პატონი თამაზის ოჯახიო რამოდენიმე მიცნო კიდევაც ბაბუა მისი ვინ იყო და რა იყო და ნუ მოკლედ ძალიან დიდ ბოდიშს გიხდითო იქ ჩემი დისურათები კიდე რაღაცა ნუ მოკლედ ყველა ოთახსო არ გავჩხრიკავთო ჩვენ რაც გვინდოდა ზუსტად ვიცითო ტელეფონით მოს ისმინებოდა ეხა რა თქმა უნდა იმ ერთ-ერთი შვილის გამო ეს ტელეფონები და ყველა იცოდნენ სად რაიდო არაფერი არ დაუშლიათ არაფერი არ გაუფუჭებიათ კომპიუტერი არაფერი არ წაუღიათ თავის კილები წაიღეს ამის კილები თავის იმითი რა ქვია მარიხუანი და რა გინდოდა ამდენი მოსაწევად ნუ ხო ჩვენო ვიცითო რომ ეს რა თქმა უნდა არ გაყიდია ნუ მაგრამ ესო მოკლედ ძალიან ცუდი მუხლით მაგრამ ნუ მე ყველაფერი ავიყვანეთ ადვოკატიც ისიც აქეთ იქით ყველა თაზოს გადარჩა არა თაზო არ გადარჩა არც მივცემდი უფლებას გადარჩენის მაგრამ რა თქმა უნდა იმ ღამესვე არ მნიშვნელობა აქვს ახლა რა მთავრობა იყო ამას არ აქვს მნიშვნელობა იმ ყველა ახლა ექიმი ვარ და ბევრი ჩემი პაციენტი აქაც არის იქაც არის ყველგან არის და იმ წუთში მთავარ ძირითად პერსონასთან მივედი და აუხსენი რომ რადგანაც მე დავინახე ის რაც არ უნდა მომხდარიყო და მე ბევრჯერ ვთხოვ ახლა იმას ეგონა მე მივიდოდი რომ ჩემო საყვარელო იქნებ გამითავისუფლო შვილი თან იმას ახლა ამდენი წლების მერე ალბათ თუ მისმენს და მოусმენს და ხშირად
ვიცი რომ უსმენს ხოლმე ეს ხალხი ამ პოდკასტებს, მოკლედ მიხვდება რომ ტყუილს არ ვიძახი, პირდაპირ ვთხარი რომ არ მაინტერესებს. უბრალოდ მაშინ ისე თუ ისეთი პერიოდი იყო რომ თქვა შეიძლება გაუზვიადონ და უფრო მეტით მისცენ და ერთადერთი იცით რომ მომხმარებელი და გამყიდველი, რა ვიცი, ალბათ ღმერთის წყალობით არ არის თქო, მაგრამ მომხმარებელი იყო გამყიდველი არის. გამყიდველი ახლა ყველა მიცით რომ ამ 4 ბავშვთან არ იქნებიან, თან ჯგუფური, თან ისა, ნუ საშინელი მუხლი შეიძლება და თუ არ დამღუპავთ და საშვილიშვილო არ ჩასვავთ, თქვა ხა ჩემთვის და თვითონ ის მეუბნება ერთ-ერთი ვინც იყო მაშინ ამ მინისტრით რა მნიშვნელობას, არა, ეგ ხო წამლად არ არის, ეხა ეგ ხო ნარკოტიკი არ არის. რა არ არის, მე ვთქვი ნარკოტიკი, ამდენი ის ნარკოტიკი არ არის. აი თქვენ რო ესე იძახით, იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად თქვა. ნუ მოკლედ ჩემთვის ეს არის ნარკოტიკი. მოკლედ თასო დაიჭირეს. ერთადერთი თქო აი საშვილიშვილოდ ნუ ჩასვავ და ციხეში ეს ხდება, ეხაც ხო გამიგია ის ხდება და უბრალოდ ციხეში არაფერი არ უქნან, თორე მე გეყობით ბომბ შემოვაგდებ, მე ვთხარი თითის თმა არ ჩამოვარდეს ჩემშოს ციხეში. არც არავინ, არც თვითონ არ არის, რა თქმა უნდა, თვითონ არ არის, მე ვთხარი ისეთი, რომელიც იუზდელოს ვიღაცას რა მეუთხას გამორიცხულია, თამაზე არის ისეთი ადამიანი წესიერი, წიგნები შეუტანეთ, იქნება წყნარად. შენ წესიერა თან ციხეში რა იყო. იქ თაზო და თაზიკუნას ხო არ ვთქვი, თამაზე არის ძალიან წესიერი, მიუტანეთ. კარგი, რო დაიჭირეს ხო, ჩემ და საბედნიეროდ და მითხრეს რომ ანუ პრევენცია იყო ეს თქვენთვის. აა შორს ყვები. მოდი აი უკვე აქ ეს ანუ всё, მაგი ვთქვი რომ არ დავშალე ეს. ანუ პრევენცია იყო ეგ თქვენთვის. ანუ აი რო აღარ მოწევდა სიტყვაზე. ნუ ვიფიქრე იქნებ. რო არა იცოდა რომ შეიძლება ხო შეგეძლოთ რომ ანუ აი ის არ დაეჭირა. იყო გარკვეული პერიოდი იქ. 1 წელი? არა, პირველად იყო 3 თვე. არა. ახ 3 თვე. ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, 8 თვე, ზუსტად მახსოვს, 8 თვე, აპრილი. პირველად რომ დაიჭირეს 5 თვე ვიყავ. აი, შევთანხმდით, ოქტომბერი მახსოვს. აი, ამიშოვება აქ რამდენი თვე იყავ. ანუ ნოემბერში დამიჭირეს 7-ში და ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტში გამოვიდა. ხო, ნუ 5 თვე. ანუ ეხლა თქვენ ეს რო შევიდათ ციხეში, თქვენ გონათ ეს ამას დაანებებდა თავს. არა, ის უკვე ჩემი ინიციატივით იყო რომ მივხვდი და ეს მოხდა სიტუაცია და ანუ ხო გავიგერო ძალიან სწორად მოიქეცით, იმიტომ რომ 99 არ უშველა ამანაც. ანუ 99% ადამიანის არ მოიქცეოდა ესე, იმიტომ რომ იდეაში კი ჩვენ შულს ვეჩხუბებით, იმას შვებით, რა ქვია, ვლანძღავთ, მაგრამ საქმეზე რომ იდგება, მაინც გადავეფარებით და ტყუას შეუშვებთ და რა ვიცი, ხა ყველას ეთქვა და გავამართლებთ. ეს ძალიან დიდი და ძალიან რთული ნაბიჯია ეს იმისა, მშობლიდან გადათმული, რომ თქვას, რომ დაიჭირეთ ჩემი შვილი, იმიტომ რომ აგერ პლანი უპოვოთ. მე მინდოდა დაენახა თაზოს, რომ ჩემი სიტყვებით ტყუილი არ იყო, რომ ჩემთვის ეს არის ნარკოტიკი. ამიტომ მან დაინახა თვალნათლივ, რომ შემეძლო, მართლა შემეძლო, მაშინ რომ თქვათ უფრო ადრეც კი არა, საერთოდ გირაო თუ რაღაცა. მაშინ არ ვიცოდით ეს რეაბილიტაცია არ არსებობდა. არა, ჩვენ თვითონ მერე დავიწყე იქ თურქეთში წავედი, იქ ვიკითხე, აქ ვიკითხე, მაგრამ ვერ ვიღებდი ინფორმაციას, რა უნდა გამეკეთებინა და უკვე ინტუიციურად მე რასაც ვფიქრობ, არა მანქანა, არაფერი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში გავიდა რაღაცა პერიოდი, მაგრამ უკეთესობისკენ ვერ წავედი. ანუ ჩამოართვით არა, მაგციხის მერე პირიქით მანქანაც ყველაფერი აქვს, ჯერჯერობით, მაგრამ ვეუნები რომ აჰა, იცოდე, ხელს არ გავანძრევ, არაფერს არ გართმევ, შენი ყველაფერი გრჩება, ოღონდაც იცოდე რომ ესე არა, მოკლედ გარკვეული პერიოდის მერე ხდება ისე, რომ სახლიც აქვს, ყველაფერი აქვს და რამდენია მგზავ სიტუაციაში ახლა? არა, იცი კიდე რა იყო, იცი აქ. აი ხა რამდენია, რასაც ჩვენ ყვები, თათია, რამდენი ადამიანია მგზავ სიტუაციაში? თათია რამდენსაც არ წვალობდა მაგას, მე კიდე ბებო და ბაბუ მყავდა, რომლებიც ძალიან ანუ ზედმეტი ზრუნვა. ხო, ბაბუა ჩემს ვაფშე ყველაფერი ჯეროდა ჩემი რა, აი ეს თავარი არის. შემდეგ თქვენ იმაში ფსიქოლოგიაში მოგწონთ, ეს კაპმანის სამკუთხედი. ხო, ანუ იქ აქ რო ვერ ვნახულობდი გაძრომას, იქ მივდიოდი და იქ ვძრებოდი. არ არსებობს, მაგას ვიძახი, დედამ და მამა თუ არის, მამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დედამ და მამამ. არ უნდა გადააწყვეტინონ ბებოს. არა, მაგრამ მე არ მქონდა მაგის საშუალება. მე ახლა ამ ხნის ხალხს როგორ ვეტყოდი, მაგათი გაზრდილია ნაღწილობრივ, რომ არ მიეკაროთ. ბოლოს კი მივედი იმამდე უკვე რომ გადავდე ქიჭკუიდან და მივხვდი რომ სხვა გზა არ მაქვს, უთხარი ან წახვალთ დარიასთან ამერიკაში და ცოტა ხანი ცხოვრებთ, ან არ ვიცი, ჩემ თავზე ძალიან ბოლო პერიოდში ვიყავ. ძალიან ბოლო პერიოდთან მივიდეთ. მივედი ძალიან ბოლო პერიოდთან, უკვე არ ვიცი. ზღვარი აღარ არის, ორჯერ დაჭერილია, ალბათ ოჯახი უკვე დანგრეული ყავს. ანუ არაერთი. ანუ ფსკერზია უკვე, ჯერ არა მკვდარი.
არ არის მკვდარი, მაგრამ ჩვენ ფეფართხალებს. ნუ საშინელება, ეს ახლა ვინცაც გამოცდილი აქვს, იცის, რომ ეს არის საშინელების ტოლფასი. არიან მშობლები, რომელიც ისევ თვალს დახუჭავდნენ და ნუ რა ვქნა, რაც არის შეეგუებიან. ნუ არ უყრი ფარხმალს, მაგრამ დედაჩემს და მამაჩემს ვერ უშვები ვერაფერს ხვდები, ანუ მე რო რაღაცა გზას რო გავაგდებ სახლიდან, ისევ ესენი იღებენ. ბოლოს უკვე მე რო გავუშვი, რომ всё მეთქი, დამთავრდა, ჩემთან შემფეხს ვეღარ შემოაგზავნა. ხო, ის საშინელება, საბურთალო სახლი უნდა გამქრალიყო. ამაზე ეხა დედაჩემი და მამაჩემი ჩვენ აქ სისხლი ჩავაქციეთ რაღაცა ერთი დღე მარტო ეხა ჩემ დედაჩემი და მამაჩემი ძალიან არა მატერიალისტები არიან სურათ და ნუ კაიო მამაჩემი შენ ახან ესე თვლი რომ სასჭიროა უყიდი თუ ამ სამ და ჩქარა მე ვთხარი გამოვდივართ მაგ სახლიდან გამოვიყვანე ესენი წამოვიყვანე მე ეხა რადიანზე ძალიან პატარა ვერ მოთავსდნენ ჩემთან ერთად ავედით წავკიში მაგრამ წავკიში ახლა ამას არ აწყობს მე ვატყობ სიარული იმიტომ რომ წადი ამ ხელაგზაზე წამოდი ზამთარია ანუ დისკომფორტია და რასაკეთებს ამდოს თაზო არა მოხმარების გარდა ანუ რამე საქმეა აქვს არა არაფერი ჩვენზეა დამოკიდებული აბა რატო უნდა ეულო აბა სახში სად უნდა დაეძინა გარეთ არა წავკიში თუ გადაходი წავკიში ხო უნდა ჩამოვიდეს თავის საქმეებზე ებოდიალა თბილისში მე რა ვიცი ანუ всё გავიგე მიხდი ანუ არანაირი საქმე არა უბრალოდ დადის ამბობს რომ საქმეა აბა რა წავკიში სადაც მინდოდა წამეყვანა მაგრამ რატომ ანუ მაყურებელმა რომ გაიგოს რა თქმა უნდა იმან და იბოდიალოს თავის საქმეში და სად მანქანა წყავს ვაკეში იქნები და რა არა მანქანა ბოდიში მანქანა უკვე გაყიდულია ყველაფერი ახლა კაცო დაჟე ქუჩაში გაიგე აი ესე გიждები ხოლმე რომ მიკითხები მაგრამ მე ეს როგორ გააკეთე კარგად ლამაზად გავყიდებ შვენივრად ის სახლი დავდე ანგარიშზე ამას ხო უნდა უყიდო პატარა სახლი ოდესმე თუ გამოსწორდა თუ არა იქნება ქუჩაში ან მოკვდება ბომჟად მაგრამ სახლი ხო უნდა უყიდო ან წავკიში იქნება და ვერიulis იქიდან ნუ წავკიში იცი რა კომფორტი არ იყო სარემონტო იყო ბებო და ბაბუს ერთი ოთახი გაუკეთე ისე რომ შვიდად ყოფილიყვნენ დანარჩენი სარემონტო და ეხა ესეთი სახლი არ მოწონს გაიგე ლოგიკურად რა თქმა უნდა სად გაბუმბულებული თავის ბუხრით ეხა ფული ნახე რაღაცა მინიმალური ყველაფერი შეუწყვიდე არა მამაჩემა მაინც დატოვა რომ რაღაცა ჩვენ ობიექტი ქონდა რომელსაც აქირავებდა და ამას ქონდა იქიდან ფულის აღების უფლება ეს მამაჩემის ნუ იქაც რა ისტორიებიც ვიცი მომხმარებლებზე სადღაციდან ფულს იღებენ თამაზის გადმოვაბარე კონტრაქტი შეუწყვიდე იმას და რომ მივიდა თამაზი ერთხელ ფულის ასაღებად იქ ხო ცარიელი ყველაფერი არაფერი მამაჩემაც არ იცის რომ იქ რაღაც კვების ობიექტი და იმ კაც გაუსტუმრე ის დარღვევა გადაუხადე და წადიკოტე შენ ჭირვე მოთხე შენ როცა გავხსნი თავიდან მაშინ და დავკეტე ეს ობიექტი მორჩა არაფერი არ მჭირდება ანუ ფულის წყაროებს კეთე ყველანაირი ბაბუსაც და შვილიშვილსაც ბაბუს თავის პენსიაც აქვს და სხვა ანუ ჩემგან ყოფილიყო ანუ ჩემგან გაევლო ფულს ბაბუამისთან მიხვდი ანუ კონტროლი დააწესე ფულზე უკვე მამაჩემზე ძალიან მაგარი მენეჯმენტია სხვათა შორის მამაჩემზე რომ მე ვაკონტროლო ის თანხა კონსილიერი ხო მიხვდი რა ყველაფერი უნდა მოუჭრა ეხა მე დედაჩემს და მამაჩემს ამ ხნის ხალხს ქუჩაში ვერ გადავყრიდი ხო სიტყვაზე რა სიზულელია მაგრამ ბოლოს უთხარი რომ ამერიკაში თუ არ წახვალთ მე უკვე ხვდებოდნენ რომ შეურაცხადი ვიყავი მართლა ეხა ყველა მიცის ჩემი დამოკიდებულება გაჩენის დღიდან რომ ვერ ვაჩენდი ძლივს და ორსულდი თაზო ამაზე რა პროტესტები აქვს თაზოს თაზო არ კონტაქტობს ამ ჩემთან საერთოდ არც მე თამაზისთან და ნანისთან აქვს საქმე გაიგე იმათ უღრნისთვის რომ ანუ იცის ვისთან უნდა იდაბაროს აბა რა მე არც მოусმენ ჯერ ერთი მთხოვა რომ გამოსწორდებიო და ბოლო მქონდა რომ აიო მიყიდეო პროექტები აი უნიჭერეს ეხა იმიტომ რომ აგზის მართლა ყველაფერი და აიო პროსტა დავიწყებო პროექტების და გავაკეთებო, მაგრამ ჭირდება კაი კომპიუტერიო და კიდე მომატყუ, აი მე დაჟე და წავედი ავიღე მაშინ TBC ბანკში ავიღე სესხი, უცებ ესე მაშინ არ იყო საშუალებები და ნუ იყო, მაგრამ ჯობდა ესე და ავიღე და უყიდე საოცარი რა კომპიუტერი, რომელიც დაფრინავდა ეს რომელიც დალომბარდდა ალბათ. არა, ვერ მოასწრო და რომ მივედი, მე ვთხარი მუშაობს მეთქი, დედაჩემა კიდე ერთ-ერთი დამირეკა რომ არაო, არაფერს არ მუშაობსო, ისევ და რომ მივედი, მეო სპეციალურად გაგიკეთე. ეს კომპიუტერიო არ ჭირდებოდა. მე არ მინდა რომ ეხა აქ წარმოვაჩინო თაზო როგორც აი ესეთი მონსტრი, თუმცა ეს ამ გზას გადის. არა, ეს ყველა აკეთებდა, არაფერი აქ ისეთი არა. ყველა ჩვენ მე უხერხულება უბრალოდ რა. დამოკიდებულს არ განვიხილავთ როგორც მონსტრს. ესე შეეჩვია. ესე შეეჩვია და ეს იყო მისი გადარჩენის ერთ-ერთი გზა. და ჩვენ არ გამჟით ადამიანებს ქცევით. ჩვენ ადამიანებს თუ განსჯარი, ბოლოს და ბოლოს განსჯით განზრახვით. და განზრახვა ვიცით რომ ყოველთვის პოზიტიურია. თუმცა ქცევითაც ხო განზრახვა არის. თუმცა ქცევა ხო ცალკეა. არა, ნუ ქცევა უკვე ვეღარ აკონტროლებს და არის. ობსესია რატო არის დამოკიდებულება, არის ობსესიური
და კომპულსიური. იქ სადაც მე არჩევანია, სადაც ობსესია და კომპულსია, მე იქ არჩევანი აღარ აქვს. არ არსებობს არჩევანი. ანუ სხვა რაღაცის დამნახველი აღარ არის. სხვა გზის. და ესე იგი მარტო ეს ხონდა და როგორ უნდა განსაჯო ადამიანი მაგით. ავიღე ჩემი კომპიუტერი და წამოვიღე არა ხარ ამის ღირსი მეთქი და ჩვენ ვთქმარო დღესაც. მოკლედ, არაფერი აღარ აქვს. დარჩა. მაგრამ ეხლა ვატყობ რომ რაღაცა აი პატარა ოთახი უყიდე, ვაკეში, აი ძალიან პატარა, იმიტომ რომ ხა დედაჩემი და მამაჩემიც მეწოდება, ის მათ არა დააშავეს, იყოს ეს თავის. და უკვე ანუ შეკეტე. შევკეტე. და რაღაცა აი მიზერული, მართლა რო არ მოკუტეს. იმედი გააქვს რამის? ისე, იცი რა, იმედის გარეშე არ არსებობს ადამიანი. რახან ამას ვაკეთებ? მე არ არის გულის სიღრმეში სუნჯეროდა, რომ ისეთი თაზო ეს ისეთი იცი რა არის მაგრამ არიან მე და თაზოს გვილაპარაკია ესეც არის თაზო მარტო ესე გაგდება აი ზუსტად ვიცოდი რომ თაზო შინაგანად ეს არისო ის რასაც ჩადიოდა ბოდიში არ გავში მაგრამ ზოგიერთი არის არაფერი არ მაგრამ ეგეთი კაი ყველა საუს გზა აქვს და ყველა ესე გამოვა აი ზოგიერთი მაინც მე ვიცოდი რომ თაზო აუცილებლად გასაწერი არისო ამ საქმისთვის რა თაზო მე ესე არა ვერ დავთმობდი სულ ვიძახდი მე თაზოს არ დავთმობდი აი ალბათ შევეცი ხო, ჩემი მეგობარია ეს სერხიო, ძალიან კაი კაცია, რომელიც ძალიან ბევრი დიდხანს აი ხა ამ პერიოდში ძალიან გვერდზე მედგა და ეხლა რომ მეუნება, მე რო გვერდიდან გიყურებდი, ვფიქრობდი, ღმერთო ეს ქალი ნორმალურია. შენ თან ამ დროს საქმესაც აკეთებ, ხო? თან დილას მივდივარ, მუშაობ. 5 საათამდე პაციენტებთან უნდა იყო ბედნიერი, აბა იმას რა თუნდა ისედაც გაჭირებული მოდის, კიდე ყوار დავხვდები მე სახე. სულ მეუნებოდნენ, მაი მე რა სვავთ რომ დილიდან ესეთ კაი ხასიათზე გუში ვფიქრობ თქვენი წოდეთ მე და მქონდა ერთი მწვანე ოთახი, რომელსაც ჩემი ასისტენტი ვერ იტანდა. თან ყველაზე მთავარი ბოდიში თან, ანუ ახალი სიცოცხლის დაბადებისკენ. აბა, და ყველა მიცი უნდა ვიზეიმო, გამოვდივარ ამ მწვანე ოთახში, ვიკივლებ, ვიცივლებ, ვიტირებ, ვერ ვიტანდიო მანჩობეტყის იმ მწვანე ოთახში, რომ შედიოდი, უკვე ვიცოდი თაზოს პრობლემა. არ არსებობს, აღუკვეთეთ ხალხნო ყველაფერი, აბსოლუტურად, აი მინიმალური. სახელიდან გააგდო რა მაგაზე. გაგდება პირველ ჩამშვის სახელიდან მაინც გააგდო. კაი, ახლა შენ რაც გაიკეთეთ იმას. ის სიხეში ჩამშვის და ის სახელიდან მაინც გააგდო. ეს ახლა ყველა შეიძლება ყველა თათია ვერ იქნება და ყველა თაზო ვერ იქნება რა. მაგრამ მინიმალური არის ის რომ უნდა შეუწყდეს აი ყველანაირი საარსებო უნდა გაუშვას. მოდი შენკენ მოვედით, ანუ მივედით ვაკის სახლთან და ეხა შენი თვალით დანახული, ანუ მეორე მხარის დანახული რა მოხდა? მე რა მექნებოდა ეხა ნარკოდამოკიდებულს გაბრაზებული ვიყავი, ყველაფერში დეეჩემს ვადანაშაულებდი და სიცოცხლე აღარ მინდოდა და ის მანდ უკვე ეს ყველა ნარკოდამოკიდებულის ერთი ის არის რა. მაგრამ ნერვიულობდი შენ ხო ამბობ ხოლმე რომ ანუ რაღაცას რო ეტყოდი ისეთს რომ განიცდიდი დედაზე. ყოველთვის განიცდის შვილი, კაცი, როცა დედაზე რაღაც სიტყვის. ანუ როცა ელაპარაკებოდი, ხო დაძაბული ურთიერთობა ქონდა. ყველა ადამიანი განიცდის. ყველა ადამიანს უნდა კავშირი დედასთან, მაგ ბიოლოგიური იმითი ვართ დაბადებულები, კაცო და ეხა მაგას განვიცდი რა თქმა უნდა, რომ აი ამ შერწყმას რომ ავიდო და წამოვიდო და სულ მემეძებდა. მე ვიცი რომ თაზომ მე დაიწყო მეტადონის. ნეგატიურად ან პოზიტიურად. ანუ ეტაპზე მივედით რომ მეტადონის პროგრამაში ვიქნებიო, თქვა და გამოვჯამთელდებიო, ხო იყო ეგეთი. კი, ვიყავ ბაბუაჩემს უთხარი. ეს დეეჩემ ვაფშე აღარ მელაპარაკებდა. გასაგები, ანუ მე ეს ბოლო პერიოდი საერთოდ აღარ ვიცი. რეაბილიტაციასაც არ ჯეროდა, მე რომ უთხარი სახში რომ რეაბილიტაციას დავიწყებთ ხოლმე. არა, რეაბილიტაცია მე მოვძებნე ამ კაცმა. შენ როგორ მოძებნე კაცო, მანანამ ჩამიყვანა. მანანა, მაგრამ ეს ბიჭი მე მელაპარაკა, ანუ მე უნდა მეთქვა რომ ხო, იმიტომ რომ თანხა მაინც ჩემ ხელში იყო. ხო, რა თქმა უნდა. რაზეა თანხაზე ლაპარაკი არა? ხო, მე მახსოვს უილია მეთქი. დიდად აღარ ჯეროდა. არა, თქო, ამის უფროსობა ვინც იყო ის უკრაინიდან მაშინ იქ წყნეთში ველაპარაკე მე პრობლემა არა მაქვს. არ იყო ზარცები რა მე მინდოდა წაყვანა ან ინგლისში ან საფრანგეთში, აი ვიძახდი აი აქ უბრალოდ რაღაცა მომენტი მინდოდა რომ ეს ბავშვი აქედან წამეყვანა, აი ეს ეტაპზე მივედით მე რომ ვიცი და მაგასაც თავი გავანებოდი, წაყვანასაც აზრი არ აქვს, აბსოლუტურად სიტყვია, ეხლა ვხვდები რომ ვარ სხვა ქვეყანაში, წავსულ ვარ აი ამ ქვეყნიდან, მაინც მოუძებნე ნარკოტიკი კაცო. ვიცი. ჩვენივად ხო წავედი ლიტვაში ძალიან კარგად წავედი ჩემ ძალიან არა რეაბილიტაციას ვეძებდი თქო გარეთ და აი მოვედით რეაბილიტაციასთან, ანუ გზამკვლევს ვაკეთებთ ახლა ჩვენი გამოცდილებით. მაქსიმალურად რა არის რეაბილიტაციაზე ხა მე უკვე ისეთი ტიპი ვიყავი რომ იქიდან თუ რაღაცას ვიძახდი რომ წავედი რეაბილიტაციიდან ამათ შეშასინებლად ვიძახდი რომ ამაზე მე მანიპულირებდი რომ იქიდან წამოსვლა საერთოდ არც მიფიქრია რა კი მე მახსოვს ყოველთვის მაგ მანიპულაციას ვაკეთებთ ფული რო აღარ მჭირდებოდა მოვდივარ და რა ის მე კი ვიცოდი გულის სიღრმეში რომ არ წამარა თათია მახსოვს მიენდო რა რეაბილიტაციას რა
დიდად ეხა შენთან არ ქონდათ ხო რეაბილიტაციას არა მე მგონი ისევ თაზოს და ვიღაცებს ეხა ეს ყოველდღე გირეკავდნენ მე მგონი ისევ თაზოს ენდე და არა რეაბილიტაციას ყოველდღე ველაპარაკებოდი ხა მაგრამ იცი თუ არა ის ბაჩო ამათი ფსიქოლოგი იყო ბაკო ეს ბიჭი ძალიან კაი ბიჭია აი გიჟდები იმიტომ რომ პირველი ჩემი აი ეს ფსიქოლოგთან და სხვათა შორის ამ ბიჭმა მითხრა რომ დააცადეო აი მიყევითო რა ქალბატონო დამიჯერეთო მე ვხედავო რომ პოტენციალს ამ იმისაცო რეაბილიტაციის და თაზოსიცო ნუ ინერვიო მე მოუყევი ხო ვიცი შენგან და ძალიან კაი აი ჩემთვის ამ კაცმა ძალიან ისიც პირველ ნაბიჯებს დგავდა ამ საკითხში და ველაპარაკებოდი თითქმის ყოველდღე მე ჩემი პაციენტიც გახდა სირგეი მიყვარს დღემდე ომის დროს ძალიან ეხმარებოდი რა ჩემეძლო აქედან ყველანაირად იცის ოჯახითაც აი ვინც ამათი მთავარი იყო ის ვიცი რომ ჩვენ ხო ნუ მოკლედ რა ჩემთვის სირგეი იყო პირველი ადამიანი როდესაც დაველაპარაკე არ დამავიწყდება საღამოს ველაპარაკე და вы еще раз попробуйте სერგეი მაკაროვი ხო კაი ბიჭი იყო ძალიან ჩემთვის და ბევრი კაი ადამიანი იყო იმიტომ რომ თვითონაც გზა ქონდა გავლილი და იმიტომ მითხრა ეგეც მეც ვიცოდი ეს და მე ეგეც ბედი და მითხრა აი ესე ივლისო წავა უღონდ ერთი იცოდე არ მიიღო შენ ისე უკან ანუ სირგეიმ ყველაფერი იცოდა ანუ ესე იგი რას ნიშნავს ბოდი აი პუნქტებად რომ დავყოთ ეს ჩვენ მარტო ჩვენი საუბარი რო არ დარჩეს და გეტყვისო ხშირად აი გაწყმა უკაცრად გაწყო გეტყვისო რომ всё აი ორი თვე გამა საკმარისია კარგია დამიჯერეო პირადი გამოცდილება მე ხო არ ვიცი ხა მაგათი ფინანსის სტუპენი თავიდან ორჯერ გადმოხდა გადახდა და რაც არ უნდა ხო პირველი 5 დღეები და მითხრა ამ კაცმა რომ ესო ჩვენო გაგვივლიაო უბრალოდო ქართველ დედებს აქო რასაც უყურებო და ისინი მიხვდნენ და არ შეგეცოდოსო აქო ესე არისო მე ხო და მაინც ბაბუამის ვიცი ჩავიდა და მე გავწამოვიდა ხო ვაიმე დაურეკე იმიტომ რომ იმათმა დამირეკეს იქ ჩემი ხომ მქონდა იმ სერგეი იმ წუთში დამირეკა რომ წავიდაო ბაბუამის მამოაკითხე და ნუ აი ხარ რას ჩავატარებდი და ნუ უკვე თამაზი და ნანის მოტეხილები არიან მაგრამ თვითონაც უკვე ვატყობ რომ შენი განცდები რა არის მაგ დროს ეგ არის აი ყველაზე მთავარი როგორ ახარ ეგეთი სირგეის ნომერი დღემდე არ წამიშლია სირგეის როგორ ხარო ანუ ეს ყველაფერი სიძლიერეზე არ არის რა ალბათ კიდე სხვა რაღაცა ნუ ყველა დედებს რას ურჩევ ბოდიში რა მოდი რა დედებს რას ურჩევს რა აი მინდა რომ ნუ ყველა რო გეუბნება გაუგიათ რომ ნუ კაი თათია ძალიან ბევრი დაანებე თავი რაც არის რა არ ყავთ მორფინისტი შვილები და ცხოვრობენ ყოფილი ნარკომანი არ არის მაგას გემეორებდნენ სულ ხო არა ყოფილი ვისაც ან ყავდა ან არ ყავდა ნუ კაი ნუ ხო ვერ შეეწირები всё მეგობრები ნაცნობ ძალიან ბევრი დაანებე რა ვითომ არ ყავს ხო ყავს მეორე შვილი და всё იცხოვრე ვიცახთ ეს ხახი ნორმალურია რა ნუ ერთი შვილი ხო ყავს და იმას მიხედე იმასაც იმიტომ რომ რაღაცა მომენტში დარიასაც იყო ეს გავლენა ეხლა ყველაფერი ნუ სიტყვაზე არ მაინტერესებდა რაღაცა მომენტი იყო დარია თავისთვის სწავლობდა კიდე კაი წესია რა ყველაფერი მთელი ჩემი ტვინი მობილიზებული იყო სიტუაციაზე სამსახური მე თაზო სამსახური თაზოს მდგომარეობა განხილვები ისა ეს ამბავი თუ არ როდის დამშვიდდი 9 მარტს კიევიდან პირველად ჩავრთე დარია ამერიკიდან მე თბილისიდან წავკისიდან თაზო კიევში უკვე რესოციალიზაციაზეა თაზო 2 კი უკვე კიევში წავიდა უკვე რესოციალიზაციაზე რაღაც დირექტორი უკვე რაღაცა პოსტი აქვს უკვე აღარც ის არის კაი ხანია გასული წელიწადი და რაღაცაა გასული თბილისიდან გადაიყვანეს უკვე უკრაინაში წავიყვანე 4 ოქტომბერს 2018 წლის და 2019 წლის სურათი მაქვს 9 მარტი. ის სურათი დამახსოვრებული მაქვს მე თაზო და დარია. და დარიამ რო დაკიდა თაზომ დარიამ მითხრა რომ თათია ეს ის თაზოა რომელიც მე მახსოვს. ანუ არ ნახულობდა დარიაც. საერთოდ არ ნახულობდა. დარია თაზოს და არ ოიცოდეს. არ ნახულობდა. დარია საერთოდ და თქვა 1 4 3 ნუ რაღაცა პერიოდი. თბილისიდან იყავი ჩართვაზე დარია ამერიკიდან, მაგრამ დარიამ ერთხელ ნახა რესოციალიზაციაზე თბილისში. რო ჩამოვიდა ამერიკიდან 2018-ში ზაფხულში წავედით, მე ესენი სულ ყველა ვთხოვე. უკვე ჯერ სანამ კიევში წავიდოდა. ხო, კიევში წავედით საჭმელად. ამის ბიჭებით წავიყვანე, მე დაშა და ამისი რესოციალიზაციის ბიჭები წავედით ერთად რაღაც ხაჭაპურების საჭმელად თბილისში. დარია, მაგრამ შიშისისო მაქვსო დაშა მეუნებოდა. ვხედავ რომ თაზო სხვა არის, მაგრამ ჯერ კიდე შიშისის მაქვსო გულში. ეს უკვე 8 თვე იყო გასული. ხო, ჯერ 8 თვე. ხო, თბილისშია. და აი უკვე კიევიდან რო ჩავერთვეთ უკვე ბაგებში იყავით. ხო, აი უკვე დარიამ თქვა, აქედან ეს იგი კიდე 8 თვე გავიდა წელიწად ნახევარია, რომ დარიამ თქვა, რომ აი შემიძლია ამოვისუნთქო.
მახსოვს, კაცო, წამებს ვალაგებდი. ოღონდ მე ხა თუ გინდა ჩემ განცდას გეტყვით, რაც არ მithქოს თაზო რო გავიცანი პირველად უკვე გაქცეული მისული იყო და იყო თუ არ იყო გაქცეული ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ანუ ძალიან ტკივილით იყო რა და ნუ ჩემ მეგობართ კოტესთან ერთად ვიყავ ამოსული და იქ უფროსების ოთახზე ეძახდნენ, იქ შევედი და აქეთ რომ მივედი ცოტა მოკუნტული იყო ვიღაც ბიჭი და კოტეს ვკითხე და არა რომ ეგ პროცესიაო მითხრა. მე ერთი კვირის შემდეგ ამოვედი და გავიცანი. იმიტომ რომ ინტერვიუ ჩავწერეთ თაზოსთან და ზურგით დავსვით, როგორც ადრე ესე წერდნენ, რომ სახე არ გამოჩენილიყო და მაშინ ამ ბოლო გადმოსახედიდან თაზომ მითხრა, რომ მეო ესო იმიტომ გავაკეთეო, რომ უკან დასაბრუნებელი გზა მოვიჭერიო. ანუ ეს ძალიან ჩამრჩა და მე მგონი რომ თუ შენ დანებება გინდა თავის და გინდა რომ გამოფხიზლებულმა იცხოვრო, სადღაც უკან წასასვლელი გზა ხიდი უნდა დაწვა. იმის შემდეგ მე თაზოს ბევრჯერ ვნახულობდი სხვადასხვა რო ავდიოდი კვირაში ერთხელ ავდიოდი თუ ორ კვირაში ერთხელ სულ სხვადასხვანაირი თაზო მხვდებოდა, ხან მოწყენილი იყო, ხან იმაში აუში ხდებოდა, ხან ბოქსით იყო დაკავებული, სულ სხვადასხვანაირი იყო რა. და ეხლა ბოლოს რო ჩავწერე მარიამთან 18 წლის მარიამთან ინტერვიუ, ისიც რო ამბობს რომ ყოველდღე სხვადასხვანაირი ვარო და ის როგორიც ვარო ისეც ვიღებო საკუთარ თავსო, აი ეხლა მივხვდი თაზო რას აკეთებდა. დაჟე ერთხელ გავაბრაზე კიდეც აივანზე იდგა და ცოტა მოწყენილი იყო და კამის ტელეფონები ხო არ არის და მიუშვირე რა ტელეფონი და თაზოს ეუბნე რომ რამე მითხარი მეთქი და ლექსი თქვა რა და მეთქი ამას Facebook-ზე დავდებ მეთქი და არ დადებო. და გავაქანე და დავდე სპეციალურად და ვიღაცამ უთხრა იქო ტელეფონები არ შედის რაღაც და ერთ თვეში ავედით. თან მაინტერესებს ის რომ თაზო რამეს მეტყვის თუ არა და ესე მიქნა რომ მეო შენზე ძალიან გაუბრაზდიო. რომ გეთქო უკეთესად ჩავწერდიო. ანუ მაქსიმალისტი იყო. იქაც მაქსიმალისტი იყო. აი ამის თქმა მინდა რა. არა, მაგას გენებ თან ეხა ჩემ მდგომარეობა წარმოიდგინეთ, რომ ინგლისში მიდის სასწავლებლად და განა იმიტომ რომ ჩემი შვილია მართლა 3 წლის უკვე ძალიან ბევრი აი რაღაც სხვანაირი ტვინი ქონდა, ენები, ინგლისური, რუსული, ამხელა განათლება, ხა ყველა დედას მოწონს თავის შვილი, გასაგებია, მაგრამ ნუ აშკარად, ნუ ამერიკული სკოლაში პირველმა ჩააბარა, დონალდი ყავდა დირექტორი, აი ყველა დირექტორს უყვარდა, ყველა იძახდა, ოღონდ აი ძალიან მოუსვენარია. ყველა თავისი გენია ნაპოვნი ქონდა, მაგრამ იმაც აუფასურებდა. მაგას გენ დონალდმა დამიბარა, რომ უბრალოდ ცუდად იქცევაო და მე რო იკივილე. იქცევოდი რომ სკოლაში არსებობდა მაშინ ესეთი დიტენშენი და დაჟა რა და იყო სკოლის მერე 1 საათი და იმდენ დიტენშენი მქონდა რომ სკოლის 1 საათი ადრე მივდიოდი დონალდის კაბინეტში ვიჯექი და მე სკოლის დამთავრების აბა ეს კაცი იყო ძველი ადმირალი რა ინგლისის ფლოტის რა მაგარი კაცი და ზეპირად იცოდა მთელი დღე პრაქტიკულად მე დონალდს უხდიდი ფულს მაგრამ ისეთი კაი განათლება მისცა ნუ ის კაცი გიждდებოდა და განათლება მისცა მაგრამ რა ანუ მისი ის გაფლანგვა ხდებოდა და ესეც ხო არის რა იცი რა, არა, გაფლანგვაზე არ არის, თაზოს ქონდა ძალიან დიდი პოტენციალი რა და ეხა თაზოს პატარა მორფინისტად დარჩენას მე ვერ შევეგუებოდი რა, ან უნდა მოვკლათქო, ჩემი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო ესეთი, ან უნდა მოკუტეს, აი ბოლო-ბოლო სადმე დაეცემა და მოკუტეს, ან უნდა გადარჩეს. ჩემ ტვინში მიუხედავად, რომ დავფიქრდებოდი, რომ რაჯობია იცოცხლოს და იყოს როგორიც, აი ვერ დაუშვენდი. მოდი ამ თემის შეჯამება რომ გავაკეთოთ და გადავიდეთ იმ თქვენ პროფესიულ თემაზე. და ეს ძალიან დაინტერესებს, ანუ ვინც აპირებს ბავშვის გაჩენას და ვინც ახლა ორსულობის პერიოდშია. მოდი პატარაზე შევაჯამოთ, რა უნდა გააკეთოს დამოკიდებულების მქონე ადამიანის დედა. იზოლაცია. მოდი აი კამერაში, აი ის კამერაა თქვენი. აი იზოლაცია ამ ნარკომანის სრულიად უნდა. მოდი ნარკომანს მოდი დაუძახოთ, მოდი მომხმარებელი დაუძახოთ, ნარკომომხმარებელი. ნარკომომხმარებელი. მე მზობია რომ გაამძაფრო ამ დროს, იმიტომ რომ დედა ვერ ხედავს თავის შვილში ნარკომანს და ის ნარკომანი უნდა დაიღოს. მეც იმიტომ უფრო ხაზი გავს. შვილი ყველას უყვარს, მაგრამ აი ნარკომანი უნდა მოჭრას რა. აი ეს ნარკომანი და ეხა არ დამიწყო, არ შეჩამერიო ერთი წუთი თაზო, იმიტომ რომ არ უყვარს ოცა ვაკეთ, მაგრამ ქებაზე არ არის. აი ხა ორი უახლოესი ოჯახის შვილი რამოდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა სუგუბა, იმიტომ რომ აი დარწმუნა ნუ იძახია ესე კაცო იმათ თავის გზავს, რომ არ დაუჯერეს თაზოს. ორივე ოჯახი გააფრთხილა. მოკვეცეთ ყველაფერი, არ არიან გამოსწორებულები,
დაყარეთ ქუჩაში მომბღდებიან ამოვიყვან ცენტრში დამირეკავენ ორივე გადასარევად მიცნობს ერთი ბავშვობის მეგობარი მე გაცნობილი დამირე ორივე დღეს მიწაში წევს ეს ბავშვები დაუჯერეთ რა რასაც გეუბნებით დაგვიჯერეთ ჩვენ პირადი გამოცდილებით გეუბნები და არ უმალავთ ვაღიარე მე ყველა რომ მალავდა რომ ვაიმე ხალხი რა სიტყვის ისე ცოტა დედაჩემსაც ჰქონდა ხალხი რა სიტყვის არ მაინტერესებს არ გაინტერესებდეთ ხალხი რა სიტყვის ხალხი მოვა პანაშვიდზე გაკოცებ ჩამოგართმეთ ხელს და წავა დამთავრდება всё თქვენი შვილი იწვება მიწაში ძალიან მალე ან იქნება მთელი ცხოვრება სისხლის მწოველი თქვენთვისაც შვილიშვილებისთვისაც დისთვისაც ძმისთვისაც გააგდეთ ძალიან მარტივია ჯობია მოკუტეს მაგისტანას გადარჩენის აზრი არ აქვს რა არაფერი ხორცმეტია თუ ეგრე რჩება დამთავრებულია ციხეში ხა ესე ვერ ჩასვავთ ყველას არძო ჯერთი არ არის ხა ციხე მოხმარებაზე იქ სხვა რაღაცები მოხდა და რაღაცა რომელიც მე უბრალოდ ღმერთმა გამიმართლა და იმ მომენტში შევძელით და გავაკეთეთ და ესე ყველას არ ძალოთ მარტივი არის იზოლაცია რა სრული ფინანსურიც მატერიალურიც სახლიც კარით სადაც უნდა იქ იცხოვროს ნუ ეხა მართლა თუ ვერ შეძლებთ პატარა ოთახი უყიდეთ სადმე ერთოთახიანი თუ იმდენი საშუალება გაქვთ თან და იყოს იმ სახლში მარტო და თვეში მიეცით პურის ფული მორჩა დამთავრდა უკიდეთ პული ანუ ეხა უყურეთ ფულიც არა ფული მატერიალურად არ უნდა მისცეთ თორე წავა პირველ იმას კითხვას რაც მოვა და სად გავაგდოთ რო გავაგდოთ მე რამე რომ მოუვიდეს ისედაც ყდება ჩვენ ისედაც ვიცით რომ მაგათი ბოლო ეგ არის მოგუტეს უნდა მიიღო აქ მარკუს ავრელიუსს ერთხელ მოგტიო და ისე იცხოვრება გეგონება უკვე მოგტიო და დედამაც ეგრე უნდა ერთი შემთხვევა მითხარი რომ ოჯახს ნარკომანი გაეგდო და მომკვდარიყო აი ერთი ჩემი ირგული მე არ ვიცი ეხა თავისით რომ სამალში გაიპარება სახში არის ყველა იპარება სახში ლოგინში თბილ ფუფულა ლოგინში მე ქუჩაში მკვდარი ნარკომანი არ მინახია ლოთი კი შეიძლება მაგრამ თქვენ ამბობთ რომ ყოველი ნარკოტიკის მომხმარება არის სიკვდილთან აბსოლუტურად პირდაპირ არ ჯობია რომ გაუზარდოთ შანსი ამითი რასაც თათია იძახის რასაც მე ვიძახი რომ ამითი შანსი გაუზარდოთ ადამიანს არა ვიღაცას რო არ ეგონოს რომ ჩვენ სარეაბილიტაციო ცენტრებს პიარს ვაკეთებთ არა უბრალოდ ეს არის საჭირო მარტო იმ ნებას თემას არ ვამბობთ რომელიც თქმა სოფლიოში უამრავი ცენტრებია სადაც უნდა იწაუყვანია თუ წაიყვანენ ჩვენ მაგას არ ვიხარ ჩვენ არ ვიძახით აქ სეპარაციაზე და ფსიქოლოგიურ სეპარირებაზე იმიტომ რომ ჯერ მან ფსიქოლოგიური ჩარევა შეუძლებელია ამ ადამიანთან რა ჯერ არის უბრალოდ ბაზისურ დონეზე რა ქცევით დონეზე უნდა გაუყოთ ეს ადამიანები თორე მე ნახევარი წლის მერე 4-5 თვის მერე ადამიანი რო უკვე ცოტა აზემოვა გამოცოცხლდება ტვინის უჯრედები ცოტა შესაძლებელი იქნება ოდნავ პატარა რაციონალური საუბარი შესაძლებელი იქნება და რაღაცების გაცნობიერება მოხდება მაშინ უკვე შეგვიძლია ამ დედასთან ერთად ოჯახური თერაპიები მე და დედაჩემ გავიარეთ ოჯახური თერაპია 7 წლის მერე მე რეაბილიტაცია გავიარე და მშვენიერი იყო 7 წლის მერე მოხდა ეგ ყველაფერი ეს რა ქვია შერწყმა სეპარირება ეხლანდელი ფსიქოთერაპიას კიდე ძალიან დიდ შეცდომას უჩვენებენ პირდაპირ ჭიპლარი გადაჭერით კაცო ჭიპლარს კი გადავჭერთ მაგრამ ჯერ ზოგჯერ ვჭრით ადამიანებში ჭიპლარს რომლების ჩერწყმულები არ არიან ხო ანუ იმას ვერ განიცდიან კონტაქტს და ემოციურ კავშირს ვერ განიცდიან დედასთან და ეს მათი ემოციური კავშირი არის რაღაცა მუტანტური ემოციური კავშირი არის დესტრუქციული არის ინსტინქტური ხო ინსტინქტური ეს უნდა მოწყდეს უფრო ვართმა ეს ცუდად შეზრდილი ხორცი რო არის რა უნდა დაამტრიო ახლიდან უნდა შეაერთო და მე თავისით გამოეყოფა ეს ორი ორგანიზმი აი კარგად მივედით მაგ საკითხამდე აი შენ გაქვს ნათქვამი თათია ბოდიში შენ გაქვს ნათქვამი რომ ვინც მოდიანო ჩემთანო იმას რა ქვია კონსულტაციაზეო და ვისაც უნდათო ბავშვის გაჩენაო თავიდანო ვაფრთხილებო რომ ან მეუღლე ხო არა დამოკიდებული ან შენ ხო არა ხარ დამოკიდებული არა კონსტიტუციაზე ერთად მოდიან გითხო მაშინ წინა იმაზე ინტერვიუში მე გითხარი და იმ წუთში ხა მე რომ მორფინისტმა გამომაპაროს რომ ნუ ეგ წარმოუდგენე ჯერ ჰაბიტუსით და ხდები ანალიზით ესე მე ვერ უღებ ახლა მაგას იმ წამალზე ანალიზ არც არის ეგნება ყოფლობითია მე ახლა ვერ მივხვდი არა მაგას არ გეუბნები უბრალოდ გეუბნები რომ თვითონ ანალიზ არა მხოლოდ ვიზუალით ხდები და მე რომ ჩავეკითხები მარტო ეს და შეიძლება გითხრა შეიძლება მოგატყუო პათოლოგია არის ის რომ ანუ მად არანაირი პათოლოგია არა პირიქით მინახია ნარკომანი და ძალიან იშვიათად მე პრაქტიკულად არ მიმიღია მაგრამ 1-2 შემთხვევა და ვთქვათ განაყოფიერების უნარი ქონია გადასარევი იმაზე უკეთესი ვიდრე მოვა გვერდზე ნაყოფს რამე
იცი რა ესე დამტკიცებულად არ არის რომ ნაყოფზე სიმახინჯეს იწევს 3 ყური აქვს 4 ცხვირი გამოვა ნაყოფს ეგეთი რამე არსად არ წერია ლოგიკურად მაგრამ ემოციურად და აუცილებლად აი ლეიკემიაზეა რაღაცა კვლევები ეხლა რომ არის რაღაცა კავშირი ვინც არის ნარკოდამოკიდებულები დრაგედიქტორი წამალზე დამოკიდებული დრაგედიქტორი ესე ქვია არის ეხლა კვლევა ლეიკემიაზეც რაღაცა მაგრამ იმ ხელა არ არის რომ ეს დაიდოს თქვა რომ აი ნამდვილად უკვე დამთავრებული და არის რა თქმა უნდა და არის იქ კვების ცენტრების დაზიანება ნაყოფში რომ ნუ აი ქცევის დისკოორდინაციები მერე და მერე ეხა იმ წუთში ეხა რო დაიბადება იმას გონიათ აი ზოგი იტყვის ეხა იმას ნარკომანია მაგრამ ნახე რა ჯანმრთელობა ვეონები 2 დღის არის ბავშვი სუფთა უნდა იყოს დედაც და მამაც როცა რა თქმა უნდა ჯერ ამდენი ასე სუფთა ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ რაღაცა სამედიცინო უფრო ამთვა ეხა ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე ბავშვი რო ჩნდება გარემოში სადაც დამოკიდებული არის ადამიანი ეს გარემო არის უკვე ტოქსიკური გარემო სადაც არ ხდება ბავშვის მოთხოვნილებების ემოციური მოთხოვნილებების შეხვედრა და ხდება ეს გარემო იქნება პათოლოგიური ხა ბევრი იტყვის რომ 1 წლის და 2 წლის ბავშვი რა სიძებსო ამ გარემოში კაცო ამ გარემოში პათოლოგიურ გარემოში ბავშვი როგორ მოერგება პათოლოგიური ქცევა მე გარედან კითხვა რაც გაუჩნდებათ იმას გეუბნებით რომ ჩვენ გეთახმებით ახლა ეს უკვე დადგენილია რომ ორსულობის რატო არის მთელ სოფლიოში რომ პატრონაჟი აი ჩვენთან კომუნისტების დროსაც იყო პოლიკლინიკაში აღრიცხვა მაგრამ ახლა უფრო ისეთია მე-20 და 21 საუკუნეში უფრო სვეცკად არის პატრონაჟი აი ყოველ თვეში ორჯერაც მიდიხარ ერთი და იგივე ექიმთან და ცდილობ რომ მთელი ორსულობა წარიმართოს ძალიან მშვიდ გარემოში რადგან ყოველ ისედაც ემოციური ფაქტორები იზრდება ანუ უარყოფითი ემოციები შფოთვა ორსულობის ქვია ისედაც ორსულს ახასიათებს რადგან გამორთული აქვს საკვერცხები და არის კლიმაქსურ პერიოდში დაახლოებით ისეთივე ფაზაშია ორსულობის დროს საკვერცხე როცა არ მუშაობს არ მოდის ქალის გორმონი საკმარისი რაოდენობით და ამიტომ შესაბამისად ქალი ისედაც გაღიზიანებულია მე შენ წარმოიდგინე ეს ორგანიზმში პატარა საშვილოსნო 6 სანტიმეტრიანი ხდება უზარმაზარი იოგები იჭიმება ტკივილი რაღაცები ისე დისკომფორტია ხო არაბუნებრივი და ამ ქალის ემოციურ ნერვულ სისტემასთან არის მიერთებული ბავშვის ნერვული სისტემა და რასაც ხედავს ის და კიდე დამატებით შენ რო აღიზიანებ და აგიჟებ და სტრესებში ხარ თვალი მოდის ან დამოკიდებული მოდის და იქ ან თამაშობს ციოკია ღამე დედა არის ძინებს ედოდება ამ ბიჭ ვეუბნები ხალხნო ან გადადეთ ორსულობა ან ჩემთან არიაროთ რომ თუ აპირებთ ესეთი კაცისგან დაორსულებას ან რაც გინდა ის ორსულობა აუცილებელია რომ სრულიად შვიდ გარემოში აბსოლუტურად რომ არის სტრესი იქნება ხო ისედაც საჭესთან ჯდება სიტყვაზე ალბათ ეხლა მე არ ვიცი მაგდენი ღრმად ბოლომდე ესე მაგრამ ალბათ ეს აი ამ სტრესებს რაც ორსულობა იწვევს ორსულში თუ ეს ძალიან ორსულისთვის ძალიან ჰიპერემოციურად არ მიიღებს ამ ყველაფერს ხო და გაძლიერებულად არ ექნება ამაზე მას რეაქცია ორსულს ჩემი აზრით ეს სტრესი ამ სტრესს ბავშვი გადავახავს თვითონ ელახავს ამას ეს არის ღმერთმა შექმნა ხო და ბავშვის თვითონ კარგია ამას იცი რატო გითხულობ იმიტომ რომ ხა ხალხი იტყვის რომ თათია ყავდათ და იმ თემაზე არ დაუსვით რაც ძალიან გვაინტერესებს იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხულობს და მაგას გეუბნებით მე ბავშვის იმუნური სისტემა ბოდიშის მოხდით ბავშვის იმუნური სისტემა აბსოლუტურად დამოკიდებულია მთელი ორსულობის მართვაზე და ძალიან ბევრი აღნიშნავს ხოლმე ისეთი არის ეს აზრი რომ აი თათიას ბავშვები რატომ არიან იმიტომ რომ მთელი ორსულობა ვცდილობ რომ ჯერ ერთი ონკოლ ვიყო სულ უპასუხო თუ არა 2 ასისტენტი შეძლებს დაგვარად ყველა ჩემმა ორსულმა იცის დღის ნებისმიერ დროს რომ აი კბილი რო ტკივა ეხა ევროპაში ესეა ერთი 5 დღის მერე მიგიღებს ექიმი იმ კბილის ტკივილი იწვევს ზეგავლენას ნაყოფზე ამიტომ ჩვენ ყველა სამივე მობილიზებული ვართ რომ უცებ მოუგვაროთ პრობლემა რომ გარეშე გარდა თავისი ფიზიოლოგიური ორსულობის სტრესისა არ კონდეს გარეშე ფაქტორები და ეხლა კიდე ქმარის სახში ნარკომანი და იმას მე ვერ გავლახავ და გავაგდებ სახლიდან ამიტომ ჯობია თვითონ გააგდოს ყოველ შემთხვევაში ორსულობის დროს მაინც მოგაშოროს იქიდან და საერთოდ ეხლა დღესდღეობით ისედაც ასეთ ბინძურ გარემოში დაბინძურებულში რას ჭამთ რას ვსვავთ კიდე ნარკომანისგან ბავშვის ყოლა ნუ ჩემთვის ქვეყნის დაქცევაა და თავისი თვითონ გადაუწყვეტიათ რაც უნდა ის იქნება მე ნუ მომაკითხავს ეგეთი ორსული შენ როგორც პროფესიონალის მჯერა ძალიან და დღევანდელი პოდკასტი მეგონა რომ ძალიან რაღაცა სენსიტიურ რაღაცა ცოტა იმებში ჩაივიდა და ჩვენ ამ პოდკასტში ხა დღეს ასე ვთქვათ ვიჩხუბეთ და ვიჩხუბეთ სწორად რა
შენ რასაც ამბობ ხოლმე, სწორად იჩხუბებოდა თუ რაღაცეებიო, კონფლიქტებიო, აუცილებლად არ უნდა მოარიდოთ. არა და მთავარია კიდე ერთი ჩემი გადმოსახედიდან და როგორც თაზოს ცხოვრებამ და ჩემმა დამანახა, აი თავი მოიკალით და წინასწარ კარგად გაიცანით ერთმანეთი და ბავშვი გაზარდეთ ერთად. არ იყოს, აი არ ვიცი, ცოლქმარი, აი ყოველ შემთხვევაში პირველი 7-8 წელი მაინც ეს ბავშვი. რა მაშინ დედამ თაზოსთან გადავალ ამ შეკითხვით, მაგრამ შენ პრაქტიკაში მინდა ვკითხო. რა ქნას იმ დედამ რომელსაც არ ყავს რა გაშორებულია და ვერ შვება. აი რა ქნას. თუ გაშორდნენ ორსულობის დროს? რა მნიშვნელობა აქვს, როდის გაშორდნენ? ნუ გასაგებია, მაგრამ შეეცადო, როცა ახალი ოჯახები იქნება, ისინი მაინც ნუ დაშორდებიან. თუ გონე გადაწყვიტონ, ესე რომ უიმე ჩვენთან რა არის, ხო, ემოციურად ვიღებ გადაწყვეტილებას. ხო. ემოციურ ფონზე ვიღებ გადაწყვეტილებებს და ემოციურად მოყვსოლები და ემოციურად მიყვებიან ცოლად ქმრებს და ასე შემდეგ. ეს არის ყველაფერი ემოციურ ფონზე. შემდეგ ვითარდება ეს სიყვარული და დამოისენით. ხო, რა თქმა უნდა. ადამიანმა უნდა იცოდეს რა ფაზებში არის სიყვარულის დროს, უნდა იცოდეს რომ პირველ შეხვედრაზე და პირველი 6 თვე ყველაფერი კარგი არის და ჰარმონია ურთიერთობაში, რომ მერე იწყება ცოტა სირთულეები, უკვე წამოდის ორივე ადამიანის მე გამოდის წინ და ასე შემდეგ პირველ ეტაპზე თუ არ უყურებენ ამას და შე როგორც გაგიხარდება და შე როგორც გაგიხარდება ისე არის. მაგალითად გუშინ ჩავწერეთ და დავამონტაჟეთ ადამიანზე, რომელსაც აქვს კვებითი აშლილობა, რომელიც არის დამოკიდებული გაჯეტებზე, რომელიც არის დამოკიდებული რაღაც სხვადასხვა იმებზე, თამაშებზე. თუნდაც დამოკიდებულია მოკლედ რა, აქვს დეპრესია, შფოთვა, ანუ დაბალი თვითშეფასება და ასე შემდეგ. და ამ ცენტრმა სადაც ძირითადად ნარკო და ალკო და თამაშ დამოკიდებულებას კურნალობენ არა, მოდი რეაბილიტაციას გადიან. ამასაც გაუმკლავდა და ძალიან გაოცებული ვიყავი, რომ ბულიმია და ნარკომანია საერთოდ რა შუაშია. მე თავიდანვე ჩემი მთელი მიდგომაც და ჩვენი მთელი კურსის მიდგომაც ამაზე მდგომარეობს, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ დამოკიდებულებას არ ვანსხვავებთ. ანუ ზოგი წამლით შეეჩვია ნარკოდამოკიდებულებით ადაპტირდა ცხოვრებაში, ზოგი ბულიმიით ადაპტირდა ცხოვრებაში, ეს არის ერთი და იგივე ტრაუმული გამოცდილების ან ადაპტიური სტილის სხვადასხვა შინაარსის მატარებელი ქცევა. მოდი, შემდეგი პოდკასტები აქ თემას დავუთმოთ და მოვიყვანოთ ამ დარგის სპეციალისტი და ამასთან ერთად განვიხილოთ. უბრალოდ რისი თქმა მინდოდა ბოლოსკენ. ერთი რომ კარგია რომ სარეაბილიტაციო ცენტრში თაზომ დანერგა თავისი სტილი შეიტანა და სხვანაირად მიდის ვიდრე 12 ნაბიჯი, თუმცა საწყისი ყველაფრის ერთი და იგივეა. ეხლა ძალიან მაგარი ამბავი აქვს, შეიძლება არ იცი, დღის ცენტრს ხსნიან, სადაც იქნება ჯგუფური თერაპიები იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ ახერხებს რომ ავიდნენ ცენტრებში და ცენტრში გაიანონ რეაბილიტაცია, მათთვის იქნება ოჯახური თერაპიები იქნება, თანადამოკიდებულთა თერაპიები იქნება და ძალიან ბევრი სერვისი იქნება. ამას გავარეკლამებ, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები ძალიან ბევრი არიან და ამ ადამიანებს შოლა ჭირდებათ და მართლა დახმარება ჭირდება და ძალიან კარგი ფსიქოლოგები ყავთ ცენტრში, ძალიან კარგი თერაპევტები, თაზოს გაზდილი და გამოშვებული ცენტრიდან თერაპევტები არიან ორი საუკეთესო, ნინო და მალხაზი, რომელიც აკტარებენ ძალიან მაგარ თანადამოკიდებულებთა თერაპიას, გაოცებული ვარ, 3 კვირა დავდივარ და უსმენ მათ იმას, რა ქვია, ჯგუფურ თერაპიებს მშობლებთან და აი სასწაულია. ეს არის საოცრება რა, არ ვიცი თაზო რა, მაგარი ხარ შვილო რა ვქნა, ძალიან გთხოვთ რომ დაუჯეროთ რა მართლა თაზოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან მიხარია რომ ჯერთი თუ არ დამიჯერებენ თავიანთი. და თავარი რაც არის ეს მოგუდგამს გენში და ჯიში ჩვენ ძალიან დიდი ბოდიში ყველამ კარგად იცის და უნდა ვაღიარო ჩვენ მამა ჩემს მე და თაზოს ტყუილი არასოდეს არ გვეთქვია არ გჭირდება პროსტო რომ მოვიტყოთ ხა პატარა ჟულიკი კი იყო პატარა რო იყო მაგრამ გარკვეული სისულელები ხო როცა ვიცი და ჩემთან მართლა არ მოუტყუია ტყუილი არ უთქვია უთქვა თვითონაც აღიარა იმიტომ რომ ნუ ამართლა არ უთქვია ასე რომ ენდეთ და ვიცი რომ სწორგზაზე დაგაყენებთ. ძალიან მაგარია. და თაზოს ყველანაირ აი ესეთ ყველა მარტო ნებაზე არ არის. ყველა ცენტრებს მივესალმები, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს და რაც შეიძლება ბევრი უნდა გაიხსნას საქართველოში. ბევრი ცენტრი რომ
ხო, და აუცილებლად გჭირდება სახელმწიფო დახმარებაც რა, აუცილებლად. გჭირდება რა, ჯანმრთელი თაობა, რასაც უყურებ, აი ძალიან აი დღესდღეობით მამაკაცების რიცხვი გაცილებით, ნუ იქ ომები იყო, იქ ის იყო, ეხლა ეს ნარკომანია და მართლა ძალიან ცუდი მდგომარეობა. ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთონ კერძო ცენტრებმაც, სახელმწიფომაც, რომ აი ძალიან დიდი ხელშეწყობა უნდა ქონდათ. მე ჩემი მხრიდან, ჩემი პატარა ცენტრით, რაც შემიძლია უსასყიდლოდ ვემსახურებით თაზოს ცენტრს და თაზოს ბავშვებს, რაც შემიძლია და ყველამ რაღაცა უნდა გავაკეთოთ ხალხო, სხვანაირად არ გამოვა რა. თაზოს მაგისთვის არა აქვს ეს ცენტრი და აი საერთოდ მეცნიერება ხოლმე რაღაცაზე რომ მკითხავენ, რომ რაღის თვეთ, არ ვიცი, იმიტომ რომ მართლა არ მილაპარაკი, აი გეფიცებით, აზზე არა ვარ და ესე ვიყავი ოდე როცა მე დავიწყე ჩემ დარგშიც. მე ჩემი ცენტრი და მე არასოდეს არა ვარ აპრობირებული და იმაზე ფიქრზე რომ რა ყველაფერი ოღონდ გვიყვარს ხარისხიანი და დავეხმარო და სულ მაგის იძახის ეხლა ვერ გადაიხდი ის გაანაწილოს თაზომ მეც ესე მეუბნები რომ ძვირია ყველანაირი კარგი რაც ჩვენ გვინდა ამიტომ ვეხმარებით რაც შეგვიძლია მაგრამ რა თქმა უნდა თან ყველაფერი გჭირდება ძვირი რაც არის მე ვიტყვი ხა მე ვიცი რაც არის საზოგადოებრივ საწყისებზე დგას ჯერ ეს და არა ბიზნესის ფორმა არა აქვს ამ სარეაბილიტაციო ცენტრის მისული და რო კი და ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანებს რომ ვიღაცას ეგონოს რომ ამდენს ფულს გადავიხდი და აი ეს რა მომსახურებას მივიღებ ძალიან ბევრი მომსახურებაა შიგნით ეხლა მე შორიდან უყურებ და ხვდები რომ იმ ადამიანებს უბრალოდ ჭამასმა მაინც უნდათ იქ რო იყვნენ და ის ფულ მინიმუმ ჭამასმა მაინც უნდათ იქ რო იყვნენ და თან თაზო არ დაუშვებს თაზო არ დაუშვებს იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ძალიან შია თაზო სუშია თაზო შესაძლოა და მოკლედ ხუმრობას რო თავი დავანებოთ ძალიან საჭიროა ესეთი ცენტრები და თუ ვინმე ბიზნესმენი გამოჩნდება და სხვათა შორის ბიზნეს მინდა მიუმართო რომ ეს ძალიან საჭიროა იმიტომ რომ შენ სამსახურში რომ ყავს ბიზნესმენი აყვანილი დამოკიდებული ადამიანი ის ადამიანი იმ ადამიანს როგორ ენდობი ბოლომდე კაცმა არ იცის და შენ ბიზნესმენი რომელიც ხარ დამოკიდებული შეგიძლია მოხვიდი აქ და გვაქვს ჩვენი ისეთი VIP სერვისი და საერთოდ ვერავინ ვერ გაიგებს თუ არ გინდა რომ იყოს გაგებული რომ შენ ხარ დამოკიდებული ამიტომ თუ ხო, არ ვიცი მე პირად არავის პირად ცხოვრებაში არ ვერავი, მაგრამ კომპანიებო, დიდო კომპანიებო, მოდი გვეთანამშრომლეთ, ჩვენ არ გვჭირდება თქვენი ბევრი ფული, ჩვენ გვჭირდება დახმარება, გვერდში დადგომა, რომ ეს განვავითაროთ და ქვეყანაში არ გვყავდეს 100,000-ობით ნარკოდამოკიდებული.